ოჩამჩირე ისევე როგორც მთელი აფხაზეთი რასაკვირველია დე იურე საქართველოს ტერიტორია. ეს ყველა ვიცით, გასაგებია, არავინ კამათობს, კვლავ ვიმეორებ, საქართველოს ეკუთვნის ოჩამჩირე. ისევე როგორც სოხუმი, გაგრა, რა ვიცი, გუდაუთა, ასე მაგალითად, გალი. ანუ ოკუპირებული რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები. მაგრამ ოჩამჩირეში, სოხუმში, გაგრაში, ბიჭვინთაში, გალში თუ გუდაუთაში არის რუსული რეჟიმი დამყარებული. რუსეთი აკონტროლებს ჩვენს ძირძველ ტერიტორიას, აფხაზეთის ავტონომიურ ოლქს თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ოკუპირებულ აფხაზეთს, ეფექტურ კონტროლს ანხორციელებს აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე, ანუ რუსეთი რომ სამხრეთ ოსეთს უწოდებს იმ ტერიტორიას. ოკუპირებული აქვს აგე უკვე აფხაზეთი ოკუპირებული აქვს 1993 წლის 27 სექტემბრიდან, ანუ 33 წელიწადია პრაქტიკულად. სამხრეთ ოსეთიც დაახლოებით ამდენი და დამატებითი ოკუპაცია რუსეთმა იცით თქვენ, რომ ამ ტერიტორიებისა მოახდინა 2008 წელს. მეცაც გეტყვით, თუ გულახდილები ვიქნებით, ოკუპაციის საზღვრები გაზარდა, რასაკვირველია და კიდე უფრო მეცაც გეტყვით. აფხაზეთში ჯერ არა და ვერა, მაგრამ აი სამხრეთ ოსეთის ანექსიისათვის კი, ემზადება ანექსია კი, გავბედავ და ვიტყვი, გაცილებით მძიმე ამბავია, ვიდრე ბჭყალებში უბრალოდ ოკუპაცია. ანექსია ნიშნავს იმას, რომ კავკასიის რეგიონში რუსეთის გაგებით მეოთხე სახელმწიფო დაფიქსირდება საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთის გაგებით რუსეთიც დაფიქსირდება და კიდე რუსეთი ფიქრობს, რომ აფხაზეთის სახელმწიფოა და შესაბამისად 5 იქნება რუსეთის გაგებით. რეალურად კავკასიაში დე იურე საერთაშორისო სამართლის მიხედვით რასაკვირველია 3 სახელმწიფოა: საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. აფხაზეთში რუსეთს მიზეზთა და მიზეზთა გამო და შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი, რეალურად გადმოაქვს რუსეთის სამხედრო ობიექტები, სამხედრო ბაზები, ვიტყვი ასე, იმიტომ რომ რუსეთს შედარებით ჩრდილოეთით უკიდურესად ძალიან უჭირს. უჭირს რასაკვირველია ყირიმში და მისი რო გონია იმ ძირძველ სევასტოპოლში, სიმფეროპოლში, იალტაში, უჭირს კრასნოდარის მხარეშიც, სოჩაშიც და ასე მაგალითად ნოვოროსიისკში, ტამანში. რუსეთის ფლოტი შავ ზღვაზე პრაქტიკულად განადგურებულია თუ მეთქი თუ ვიტყვი, გადაჭარბებული სულაც არ იქნება. შესაბამისად რუსეთის სამხრეთით იწევს, ჩამოდის და აფხაზები ბუნებრივია მას წინააღმდეგობას ვერ უწევენ, მათ აქვთ რესურსი რომ 2, 7 თუ 12 სანატორიუმზე კიდევ რაღაცა უთხრან რუსეთის იმპერიას, თავადაც იმპერიად მიიჩნევენ თუ გულახდილები ვიქნებით, მაგრამ აი როცა სტრატეგიულ და უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მივა საქმე, საკითხებზე მიდგება საქმე, აფხაზები გავბედავ და ვიტყვი, დიდ წინააღმდეგობას კი არა, იოტისოდენა წინააღმდეგობასაც ვერ უწევენ, მათ შორის იმიტომ რომ რუსეთი უზრუნველყოფს ბჭყალებში დამოუკიდებელი აფხაზეთის უსაფრთხოებას და მათ რომ გონიათ იმ დამოუკიდებლობას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა რეალურად კი ოკუპირებული აფხაზეთი რეალურად შავი ხვრელია, ასე ვიტყვი რუსეთისათვის და უაღრესად მნიშვნელოვანია, რამდენადაც აფხაზეთი არის ზღვისპირა ჩვენი რასაკვირველია დე იურე რეგიონი. ახლა ვილაპარაკოთ ძალიან საინტერესო ერთ საკითხზე, ერთ თემაზე. შპიგელი, გერმანული გაზეთი, ჟურნალი, წერს, რომ ნატოს სამიტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე და იცით თქვენ, რომ ანკარაში გაიმართა, ანუ თურქეთში, ამ რეგიონში გაიმართა ნატოს სამიტი. ნატოს სამიტის დაწყებამდე რამდენიმე საათით, ანუ დღით, კვირით, ან თვით ადრე კი არა, რამდენიმე საათით ადრე, უხეშად 12 საათზე, დღის 12 საათზე იწყება ნატოს სამიტი და ლაპარაკია დილის 9 საათზე, ანუ 3 საათით ადრე, 4 საათით ადრე. თურქეთში გამოცხადდა საჰაერო განგაში. მას შემდეგ გამოცხადა, რაც ნატოს რადარებმა საქართველოს მიმართულ დე იურე საქართველოს მიმართულებიდან მაღალი სიჩქარით მოძრავი ობიექტი დააფიქსირეს. შემდგომი შეფასებით დადგინდა, რომ ეს იყო რუსული საზენიტო რაკეტა, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან, ანუ არათბილისიდან
თელავიდან, ზუგდიდიდან, გორიდან, ახალციხიდან არა, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან იყო გაშვებული და ტრაექტორიიდან გავიდა, ანუ სადაც მიდიოდა, ცოტა მიარღვმოარღვია და თურქეთისკენ გავბედავდა ვიტყვი გადაუხვია, შეუხვია. საბოლოოდ ის შავ ზღვაში ჩავარდა, თუმცა ანკარაში გამოცხადდა კარგაში და ანკარისათვის უშუალო საფრთხე არ შექმნილა, მაგრამ ეს მეტად სიმპტომატური თუ დამაფიქრებელი თუ ნიშანდობლივი ამბავი იყო. ინციდენტმა ნატოში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე დასკვნის გაკეთება, კვლავ ვიმეორებ ამაზე საუბრობს პრინციპში შპიგელი. თუმცა აუცილებელია ერთმანეთსაგან გავმიჯდოთ ფაქტები და შეფასებები. ანუ თუ შეფასება გაინტერესებთ ჩემი, მე გეტყვით, რომ ეს რას საკვირველია იყო მიზანმიმართული პროვოკაცია და რუსეთის მხრიდან იმის დემონსტრირება, რომ ჩვენ აქა ვართ და რამე რომ იყოს, სადღაც შავ ზღვაში კი არ ჩავარდება ჩვენი საზეიმო რაკეტა, არამედ ვინც ის და მიაღწევს თურქეთამდეც კი ერდოღანი, რასაკვირველია ამის გამო, მით უფრო მასპინძელი ნატოს სამიტის ერდოღანი ფრიად გაჯავრდებოდა, გაბრაზდებოდა, აღშფოთდებოდა. მოკლედ ფაქტობრივი თუ ფაქტოლოგიური მხარე ამგვარია. თუ რაკეტა მართლაც აფხაზეთიდან იყო გაშვებული და მაღალი ალბათობით სწორედ 100 და 100-ია, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთი გამოიყენება რუსეთის სამხედრო ოპერაციებისათვის. და ასეც არის. რუსეთი ეყრდნობა სამხრეთისაკენ ჩამოღწეული, სამხრეთისაკენ ჩამოსული რუსეთი, რაც საკვირველია ეყრდნობა, იყენებს, მოდი უფრო ზუსტი რომ ვიყოთ, აფხაზეთს. ინციდენტმა თურქეთისა და ნატოს ყურადღება შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილზე კიდევ უფრო გაამახვილა და ნატოს 2015-16 წლებიდან ვარშავის ნატოს სამიტიდან გამოცხადებული აქვს, რომ შავი ზღვა არავითარ შემთხვევაში არ არის რუსეთის შიდა ტბა, შიდა ზღვა. რუსეთისა არ არის და ნატო უნდა მოძლიერდეს შავ ზღვაში. ნატოს ზღვად უნდა გარდაიქმნას შავი ზღვა და უკრაინელებმა ამას რასაკვირველია ძალიან შეუწყეს ხელი, ეს ჩემეული ანალიტიკური შეფასებაა. მას შემდეგ რაც დაიწყეს კრეისერ მოსკვადან დაიწყეს და მე უკვე გაანადგურეს და გადაანადგურეს რუსეთის სამხედრო ფლოტი არ გავა აზოვის ზღვაში და შავ ზღვაში არ გავა ერთი კვირაც კი რომ არაფეთქდეს ათეულობით პატარა, შედარებით დიდი და კიდევ უფრო დიდი რუსეთის სამხედრო ფლოტის გემები, მათ შორის ნოვოროსიისკში, სადაც მაქამდე ჩამოსულები იყვნენ, იმიტომ რომ სევასტოპოლში ისინი უბრალოდ ვეღარ ჩერდებოდნენ, რამდენადაც უკრაინის ფრთოსანი რაკეტები და განსაკუთრებით რასაკვირველია დრონები სწვდებოდა და სწვდებოდა სევასტოპოლში რუსეთის ფლოტს. ანალიტიკური შეფასება ამგვარია. ოჩამჩირეს მნიშვნელობა რასაკვირველია იზრდება. ოჩამჩირესი როგორც საპორტო ქალაქისა და სხვა ქალაქებისაც აფხაზეთში. თუ რუსეთი აფხაზეთიდან ახორციელებს საჰაერო თავდასხმის ან სხვა სამხედრო ოპერაციებს, მათ შორის დაზვერვით ოპერაციებს, ხოლო პარალელურად ავითარებს ოჩამჩირის სამხედრო საზღვაო ინფრასტრუქტურას და ან ვითარებს და ოჩამჩირიდან ანაკლიამდე არის 18 კილომეტრი, ესეც გავიგოთ. ეს რეგიონი სამხედრო თვალსაზრისით კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და რასაკვირველია უკრაინა პირველ ყოვლისა და აგრეთვე ნატო როგორც ერთიანი სივრცე არ დაუშვებს იმას, რომ თუნდაც სამხრეთით ჩამოღწეული საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოღწეული რუსეთი იქ შენარჩუნდეს და იქიდან იყოს საფრთხე, იქიდან ქმნიდეს საფრთხეს უკრაინისათვის. ნატოს ყურადღება იზრდება რა, როდესაც სამხედრო ინციდენტი უკვე თურქეთის ნატოს წევრი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხს შეეხება, აფხაზეთი აღარ არის მხოლოდ საქართველო-რუსეთის კონფლიქტის თემა, სააჯილდაო ქვა. ის ფართო შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტშიც ექცევა რასაკვირველია. უკრაინის პერსპექტივა და უკრაინაზეც ვისაუბროთ. უკრაინისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი დასუსტდეს არა მხოლოდ ყირიმში, რომ მე უკვე სახმელეთო ოპერაციას როცა იქნება, მაშინ განახორციელოს უკრაინამ და სახმელეთო ოპერაციის გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელი მგონია ყოველ შემთხვევაში მე და სხვებსაც ყირიმის როგორც ნახევარკუნძულის დაბრუნება და ყირიმის როგორც ნახევარკუნძულის დაბრუნება უკრაინისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამის შედეგად გადაწყდება რუსეთი, განსაკუთრებით თუ ზაპოროჟიეს ოლქშიც ჩაჭრის ხაზს, ასე ვიტყვი, უკრაინა და გაწყვეტს ერთმანეთსაგან
ოკუპირებული ტერიტორიების მარცხენა, დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს. და მეორე უკრაინისათვის მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ყირიმში დასუსტდეს რუსეთი, არამედ კრასნოდარის ხსენებულ ოლქშიც. და არა მხოლოდ კრასნოდარის ესე პირდაპირ მნიშვნელოვანი ქალაქ კრასნოდარში არის სხვაგან, არამედ დასუსტდეს შავი ზღვისპირეთში. კი, რუსეთი დასუსტებულია, მაგრამ რუსეთი იქ არ უნდა არსებობდეს, მათ შორის არა მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურა რუსეთისა, არამედ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ნოვოროსიისკი, უმსხვილესი შავ ზღვაზე, პორტი, აი ჩვენ რო ანაკლია აგვეშენებინა, ჩვენ ვიქნებოდით უმსხვილესი პორტის მფლობელი სახელმწიფო, მაგრამ ვაგლახ და ბიზინა ივანიშვილმა სწორედაც რომ სპეციალურად არ ააშენა ანაკლიის ხმასკლოვანი პორტი და ტყუილი ამბავია, ამაზე კი არ ვსაუბრობთ ახლა, მაგრამ ტყუილი ამბავია, რომ ის ოდესმე ანაკლიის ხმასკლოვან პორტს ააშენებს, მიუბრუნდება. ტყუილია, ყველაფერი ტყუილია. ანუ რაც არ უნდა ილაპარაკოს მარიამ ქრუიშვილმა, ისეთივე ტყუილია, რასაც ლაპარაკობდა წინა ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი. რაც არ უნდა ელაპარაკა ლევან დავითაშვილს, ისეთივე ტყუილი იქნებოდა და იყო კიდეც, რასაც ლაპარაკობდა მაგალითად ირაკლი ხარიბაშვილი, სხვები, ხო, ლეგიონია ქართული ოცნების საქართველოს წინააღმდეგ წასულ პირთა სახელი. ძალიან ბევრი არიან ვაღიაროთ, მაგრამ ჩვენ ხო ანაკლიაზე ახლა არ ვსაუბრობთ, ჩვენ ლაპარაკობთ ერთ თემაზე. რუსეთი როგორ ჩამოდის ქვემოთ აფხაზეთისკენ, რამდენად სერიოზული ეგზისტენციური საფრთხეა ეს პირველ ყოვლისა უკრაინისათვის. უკრაინის პერსპექტივა თუ რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურა აფხაზეთში უშუალოდ მონაწილეობს ან ხელს უწყობს რუსეთის სამხედრო მოქმედებებს, თეორიულად მისი სამხედრო მნიშვნელობა უკრაინისათვის რასაკვირველია იზრდება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინა აუცილებლად მიიღებს გადაწყვეტილებას დარტყმის ოჩამჩირეზე, ასე მაგალითად დარტყმის თაობაზე. არ ნიშნავს, წერს ამას შპიგელი. ასეთი გადაწყვეტილება დამოკიდებულია სამხედრო საჭიროებაზე, ოპერაციულ შესაძლებლობაზე და პოლიტიკურ რისკებზე და პოლიტიკური რისკები რასაკვირველია დიდია. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რამდენად სარისკო იქნება პოლიტიკური თვალსაზრისით ეს უკრაინისათვის. აქ ვლაპარაკობთ დაშვებაზე, რომ ემანდ უკრაინამ ლეგიტიმურ სამიზნედ ხაზს უსვამ. ეს არის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სამართლის სიტყვა. ლეგიტიმურ სამიზნედ რომ მიიჩნიოს ოჩამჩირე ან არა ოჩამჩირე, სხვა რომელიმე ქალაქი და კრიტიკული ინფრასტრუქტურა რუსეთის აქ მოსახლეობაზე არ არის. მე აფხაზებს უნდა ამოხსნა, რომ აქ არ არის ლაპარაკი, რომ ოჩამჩირეში ვლადისლავ არძინბა კუჩა თუ გაქვთ მაინც და მაინც იქ ჩამოვარდება უკრაინული დრონი. არა, აქ რუსეთის ინფრასტრუქტურაზეა საუბარი. რუსეთისათვის მნიშვნელოვან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ოჩამჩირეშია და არა მხოლოდ. меня поймите, ხო? ანუ კარგად გაიგეთ. Я объясняю, კარგად გიხსნით ამას. Это будет, скорее всего, легитимная цель или легитимная мишень, ხო? სწორედ წარმოთქვა, ლეგიტიმური სამიზნე უკრაინისათვის, ემანდ უკრაინამ რო გადაწყვიტოს ეს. საქართველოს ხელისუფლება რას სჩადის ამ დროს? ჩემი მეგობრები არიან აფხაზის სეპარატისტებიო, ამას ამბობს. აქვე ჩანართის სახით არ დაგავიწყდეთ, რომ ორი რამ ან სამი რამ. პირველი, რუსეთის ხელისუფლება დაჟინებით მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისაგან ერთგვარ აღიარებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლეგიტიმური, კი არა არალეგიტიმური ხელისუფლებებისა, სეპარატისტული რეჟიმებისა, მოითხოვს რა, რომ საქართველოს თბილისმა სოხუმთან და ცხინვალთან ცეცხლის განუახლებობის ხელშეკრულება დადოს. ამის გაკეთება ბიზინა ივანიშვილსაც უჭირს, იმიტომ რომ ეს იქნება შიდა უკმაყოფილების, მათ შორის მისი მომხრეების უკმაყოფილების საფუძველთა შორის საფუძველი და ისინიც კი, ანუ მეოცნებები, ოცნების ამომრჩევლები ეთქვიან, რომ რა უფლებით თუნდაც ამ ფორმით სცანი შენ აღიარე შენ აფხაზეთის სეპარატისტული და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმი. ეს არის ერთი ამბავი. მეორე, თავად ბიზინა ივანიშვილი უაღრესად სულ მდგომარეობაშია. რუსები ეუბნებიან სამხრეთ ოსეთს ეხება ეს ჯერჯერობით და აფხაზეთს არ ეხება, მაგრამ მაინც რომ ჩვენ მივდივართ აფხაზეთის, კი არა, სამხრეთ ოსეთის ანექსიის გზით. და ეს ნიშნავს, რაც გითხარით, რომ მეოთხე სახელმწიფო დაფიქსირდება კავკასიის რეგიონში რუსეთისეული გაგებით, ანუ რუსეთი ქედგადმოღმაც დაფიქსირდება როგორც ქვეყანა. ეს უნიკალურია, აქამდე არ მომხდარა ესეთი რაღაც. რუსეთი როცა იყო დაფიქსირებული ქედგადმოღმა, სამივე კავკასიური სახელმწიფო ჰქონდა მას ოკუპირებული. ახლა ვითომ შეუნარჩუნებს სამოუკიდებლობას საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, მაგრამ მეოთხე ეს სჭირდება მას იმისთვის, რომ რევანში აიღოს სომხეთზე, აზერბაიჯანზე, როცა იქნება მაშინ, იმიტომ რომ გააკონტროლოს შუა დერეფანი, შორს აგვიყვანს ეს საუბარი.
ხო და ბიძინა ივანიშვილი გაჭედილია და ამას ეუბნებიან მას მოსკოვიდან რომ აპირებენ აღიარებას სამხრეთ ოსეთისა. ბიძინა ივანიშვილი ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციითაც და ობიექტურადაც ვაჭრობს და ეუბნება რუსეთს მოსკოვს რომ თქვენ ამას გააკეთებთ მე გესავიღებ დასავლეთისკენ როგორც იმ დასავლეთისკენ რომელსაც მისი მონები და მორჩილები პაპუაშვილები და არა მხოლოდ აგინებენ დღენიად აქ. აქედან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილი შესანიშნავად ხვდება რომ იმ დასავლეთისთვის შეიძლება ის მისაღები პერსონა არ იყოს და რუსეთმა შეიძლება ის გასწიროს და ერთის მხრივ წნეხი ექნება მას ქართული საზოგადოებისაგან, მეორეს მხრივ წნეხი ექნება დასავლეთისაგან, მესამე მხრივ მოსკოვმა შეიძლება გასწიროს და მასზე უკეთესი წყალებში ვინ შეიძლება მოძებნო, მაგრამ რუსეთი ხო იდიოტური სახელმწიფოა და შეიძლება მიიჩნიოს რომ იგორ გიორგაძე მასზე უკეთესია. იგორ გიორგაძეც კი იგორ გიორგაძეთიან ვიღაც სხვა ფიფია ვიღაც ტიპები რო არიან, იმით ჩაანაცვლოს ბიძინა ივანიშვილი. ასეთი იგროკები მოთამაშეები გამოჩნდებიან ჭყალებში მეტნაკლებად მისაღებები არა, კარგად შეფუთულები, უკეთესად შეფუთულები ვიდრე იგორ გიორგაძე. მოკლედ ბიძინა კატასტროფულ მდგომარეობაში ამასობაში არ ავიწყდება ბიძინას საკუთარივე ის პირობა რომ ბოდიში უნდა მოუხადოს ქართველი ხალხის სახელით აფხაზ და ოს სეპარატისტებს ხალხს თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ოღონდ რა უფლება აქვს ამ ბოდიშის მოხდისა, მისი მომხრეებიც კი ვერ გაუგიათ მის მომხრეებს, ისინიც კი დაბნეულები არიან. მოკლედ აი ამ მდგომარეობაშია და ამასობაში ოჩამჩირედან და არა მხოლოდ ოჩამჩირედან რუსეთს ეხმარება თურმე ჭყალებში დამოუკიდებელი აფხაზეთი. საქართველოს ხელისუფლება საჯარო ინფორმაცია რომ საქართველოს ხელისუფლება ამ კონკრეტულ სცენარზე იმსჯელა არ არსებობს, მაგრამ ეროვნული უსაფრთხოების პრაქტიკიდან გამომდინარე თუ მეზობელ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განლაგებული რუსული სამხედრო ობიექტები უკვე იწვევს ნატოს უსაფრთხოების თვის ინციდენტებს საფრთხეს უქმნის ნატოს, ლოგიკურია ვივარაუდოთ რომ ასეთი რისკები საქართველოს შესაბამისი უწყებების ანალიზის საგანია. ეს არის ანალიტიკური შეფასება და არა დადასტურებული ფაქტი. ეს რომ ვიცოდეთ მაინც, ხო, ეს არის ესე იგი საინტერესო კომენტარები ხდება ამ თემაზე პოსტის ქვეშ. ეხლა კვლავ დავსვავ კითხვას. რას აპირებს ოფიციალურად წოდებული თბილისი იმ შემთხვევაში თუ что вы собираетесь сделать, если ნაგატოჩი მრავალ წერტილი. რას აპირებს? აი რა უნდა ქნას? თქვას რომ იცით რა არის რუსეთის სამხედრო ობიექტებს, ამაზე წავლენ ალბათ, მაგრამ მაინც ამის თქმა რომ რუსეთის სამხედრო ობიექტებს რა უფლებით ურთხავთ, ცოტა გაუჭირდება, აგიკვირდებათ და ესენი ხო ყველაფერზე წამსვლელები არიან, ყველაფრის კადრებლები არიან, მაგრამ მაინც გაჩუმება და ოჩამჩილისთვის რაც კიდათ ის გიქნიათო უკრაინელები დაარტყავენ თუ დაარტყავენ. ესეც არ გამოუვა ბიძინა ივანიშვილს. კიდევ უფრო მეტად, არანაკლებ მეტად. არ გამოუვა იმის თქმა, რომ ამას გმობთ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის სამხედრო ობიექტებზე მიტანილ იერიშებს, რომლებიც იმ უკრაინული იმ სამხედრო ობიექტებზე, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე არის და ოკუპანტები არიან. ანუ რუსეთი ხო ოკუპანტია, ხო არ მეშლება, არა, მე მესმის რომ თეატრულოკიანს ასე აღარ მიაჩნია, მაგრამ მე მგონი არც მიაჩნდა არასოდეს. თეატრულოკიანს კიდევ ყველაზე ნაკლები ბრალი მიუძღვის ამ ამბავში. სხვებს და სხვებს. და შევიგდეთ. ამას ხო ამბობენ? მე მომისმენია ცალკეული პირების უშუალოდ თქვა ჩემთვის. ანაკლიასთან დაკავშირებით მაგალითად თუ თქვა ამგვარი რამ რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ანაკლიის სპორტის აშენება, იმიტომ რომ რუსეთი დაარტყავს. ანუ არაფრის გაკეთება არ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ რუსეთი დაარტყავს ამ ლოგიკით, ხო? ეს ერთი. მეორე მომისმენია ასევე უშუალოდ ლაპარაკში ქართული ოცნების საკმაოდ მაღალი წარჩინების მხრიდან ვისაც ჭკუას ეკითხება ბიძინა ივანიშვილი, რომ აფხაზეთის დაბრუნება იონია. აფხაზეთი დაბრუნდება, როდესაც ამერიკა და რუსეთი ერთმანეთთან მოილაპარაკებენ და რატო მოილაპარაკებენ მაინც აფხაზეთის დაბრუნებაზე, საქართველოსთვის დაბრუნებაზე, ეს კარგად არ მესმის. და თუ მოილაპარაკებენ, მაშინ იმ ამერიკის და ზოგადად დასავლეთის მხარდასაჭერად რას აკეთებ? როგორ ჯდები ერთიან კონტექსტში? ვერ ჯდები. კარგით, გავარებოთ ახლა ამას დავიკვლავ, კითხვა დავსვათ ამგვარი. თუ ლეგიტიმური სამიზნე იქნება რუსეთის სამხედრო ბაზები არსებული თუნდაც მხოლოდ ოჩამჩირეში?
What are you going to do? რას აპირებთ? Что вы собираетесь делать? რა გინდათ? რა უნდა თქვათ? არადა ისეთი მოსახვეებში შედის ეს ომი, რომ მე გეტყვით, რომ არ ვიცი. არა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ მოხდება ეს. მაგრამ თუ საფრთხეები უკრაინისათვის ოჩამჩირიდან თუ სოხუმიდან გაიზრდება, თქვენ თუ გონიათ, რომ არათუ ფრთოსანი რაკეტა, ბალისტიკური ან ზოგადად ფრთოსანი რაკეტა, არამედ დრონი ვერ შემოაღწევს აფხაზეთის სივრცეში, აფხაზეთის საზღვრებში, აფხაზეთის სანაპიროებამდე ვერ მოაღწევს, სანაპირომდე ვერ მოაღწევს, ძალიან წარეცდები. რა აფხაზეთი, რომელიც რაღაც ამდენ და ამდენ კილომეტრშია საიდანღაც უკრაინა რო აკონტროლებს იმ ტერიტორიიდან. ვლადივოსტოკამდე ჩადიან, უკვე. ომსკამდე ჩადიან. აფხაზეთი იქვეა, სამეზობლოში ასე ვიტყვი. ეხა აფხაზეთის ბაქიბუქსი არ მალაპარაკოთ გემუდანებით, რომ აფხაზებს აქვთ რაღაც დრონები. ეგ სისულელეა, რასაკვირველია, აფხაზები ვერ დაემუქრებიან და არ დაემუქრებიან უშუალოდ ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ადნავოპოლია იაგატკი ერთი ცენტრიდან იმართება სოხუმი და თბილისი მოცემულ ეტაპზე. აფხაზები იქიდან რომ ვერ შეუტევენ ახლა უკრაინას ეს ხო გასაგებია. რუსეთი რომ ვერ დაიცავს და ფეხებზე დაიკიდებს აფხაზეთს, ესეც გასაგებია. აი ამ მომენტუმს გამოიყენებს თუ არა სამხედრო ოპერაციას არ გულისხმობ, მაინც და მაინც აქვე გეტყვით, გამოიყენებს თუ არა საქართველოს ჭალებში ლეგიტიმური ხელისუფლება და ესეც გასაგებია რომ არ გამოიყენებს, მაგრამ ისიც გასაგებია რომ გაურკვევლობაშია. მოკლედ პიარის თვალსაზრისით, აი საინფორმაციო პოლიტიკის თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლებას ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება გაუჭირდება. თუ დაუჭერენ მხარს უკრაინელებს დაკორტნიან მისივე მომხრეები, უბნელესები, ანუ ამას ხო არ გააკეთებენ, მაგრამ აი თეორიულად დაუშვოთ ეს. თუ გაჩუმდებიან, დაკორტნიან მას უბნელესებიც და ბჭყალებში უნათლესებიც, რას დუმხარ, ჩემის 18-იანო ამას ეკითხებიან და ამას კითხავენ. თუ დაუჭერენ რუსეთს, დაკორტნიან ქართულ ოცნებას, სადაყავთ ამათ მედასავლეთეები, მაგრამ აი ცოტა ის ტიპები რა, რომლებსაც არც ოპოზიცია არ ევასებათ და მაინც ჯანდაბას ქართულ ოცნებას ბიძლეივანის შვილს როგორც სტაბილურობის გარანტს აძლევენ ხმას, ისინი დაკორტნიან და ახლა ვლაპარაკობ დაკორტნილი იქნება ეს ქართული რუსული ოცნება საერთული საზოგადოების მხრიდან დაკორტნილიც და დავცინებთ და დავანგრებთ ასე ვიტყვი. ოპს, მამუკამდინარაძეს არ შეეშინდეს და არ ეგონოს რომ დანგრევაში მაინც და მაინც დამხობა იგულისხმება. ასე რომ მეგობრებო რა იციან მეგობრებმა თუ რა ნაღველს იტევს გული. სიბე მდგომარეობაში. ეხლა მე მგონი რომ მამუკამდინარაძე არ ვიცი, მაგრამ მათგან ყველაზე მორწმუნე ვინც არის, უნდა დაემხოს რომელიმე ტაძარში და ლოცვა აღავლინოს იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინამ ემანდ გარკვეული პერიოდის შემდეგ თუ საფრთხეს შეიგრძნობს, ემანდ ოჩამჩირეზე არ რუსულ სამხედრო ობიექტებზე არ მიიტანოს იერიში, რომ ამათ რაღაცა ყველაფერი არ ჩამოეშალოთ, ასე გეტყვით. ლოცვა მომიტევოს კახა კალაძემ, მარტო ლოცვა არ არის. ეხლა ცოტა ირონია გავურიოთ. იმისათვის რომ შეისმინონ ლოცვა კალაძისა, ცოტა უფრო მოგრძალებულად უნდა იქცეოდეს თავად კალაძე, სხვები და სხვებიც, იმიტომ რომ ესე არ არის ერთის მხრივ შენ ღალატობდე ქვეყანას და მეორეს მხრივ ლოცვა გშველოდეს, მონანიება გშველოდეს ქვეყანაც და არა მხოლოდ ამოგილაწუნებს რომელიღაც ეტაპზე და კარგ TikTok ვიდეოს ჩაწერს ქვეყანა მწოდვილი კალაცის თაობაზე. კალაცელს არ გადავეკიდე, თავისი უბედურება ეყოფა, გარკვეულზე მაღალი ალბათობით მოხსნიან და ვერ უმკლავდება სამი ჭარო, დაიტბორა ან 23 რა მნიშვნელობა აქვს. 123 თუნდაც გაგიჟებულია და დარბის აქეთ იქით და იქ რაღაცა
ნიჩაბი მომიტანეთო არ ყვირის, მაგრამ კი უნდა რომ გაწმენდილი იყოს სანიაღვლე ჭები. ამიტომ ყველაზე ნაკლებად საინტერესოა აქ ჩვენ სინამდვილეში, ამიტომ გადავუხვიეთ, რომ ცოტა სალაღობო ყოფილიყო ეს ამბავი. მოკლედ, ლეგიტიმური სამიზნე გახდება, ეგრა მაგის პასუხია ალბათ მაინც ოჩამჩირე და რუსული ბაზები. და აწყდარდით აფხაზებო, თქვენზე არ არის ლაპარაკი, თქვენს შვიდობიან მოქალაქეებზე. და ისე ვინც ის და ისეც აფეთქდება, როგორც აქვია იმას, Wildberries-ის ამხელა იყო იცით, 3-გან აფეთქდა თუ 4-დან და ჯამში დარჩა უმუშევარი დაახლოებით 50,000 კაცი, ერთი აფხაზეთი უმუშევარი. ამბავია. დავარიში.